აბა გაჩერდის, არ მიდიხარ? როგორ თუ სად, გაკვეთილზე რა თქმა უნდა. შემცვლელი ფეხსაცმელი სად გაქვს? შემცვლელი ფეხსაცმელი? გულმა ვიწყი. უბრალოდ არ თქვა რომ სახლში დაგრჩა. როგორ თუ დამოვიწყდა, აი უკვე მაცვია, გამოვიცვალე. მართლა არა, სამბობ, აბა ძირი მაჩვენე. გონია დავიჯერე? ფეხსაცმლის ძირი ჭუჭყიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით ქუჩაში დადიხარ. როდეში მასწავლებელ ხვალ აუცილებლად წამოვიღებ. არანაირი ხვალ, ეხლავე წადი სახლში და მის გარეშე არ დაბრუნდე. ეს როგორ, ეხლა მალე ზარი დაირეკებ, იმიტომ იჩქარე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკვეთილს გააცდენ. ჯანდაბა, სახლში წასვლას ვერ ვასწრებ, რა უნდა გავაკეთო? იმედი მაქვს ფეხსაცმელს თუ გავრეცხა მასწავლებელი გაკვეთილზე ნებას მომცემს რომ შევიდე. უკვე იყავი სახლში? გითხარი რომ კლასში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით არ შემოგიშვებდი. ის სუფთაა, აი შეხედე. კარგი დაჯექი, მაგრამ ხვალ აუცილებლად წამოიღე შემცვლელი ფეხსაცმელი. დიახ, აუცილებლად. იყურე, სად მიდიხარ, ლუზერო? ხულიგანი. ბოდიში ვერ შეგამჩნიე. ვერ შემამჩნიე? ეხლა თვალში რომ მოხვდება, მერე დამინახავ. სკოლაში ჭხუბი ჭკვიანური არ არის. აბა კიდევ მითხარი? ბოდიში არ მინდოდა. ჭკუაზე რა თქვი? შენ სულელი გონი ვარ? კი, უბრალოდ არა. სულელი არ ვარ, უბრალოდ არ მინდა უაზროდ დავხარჯო ჩემი გონება. დიდი საქმეებისთვის ვინახავ. რომელ საქმეებზე ამბობ? ჩემში ეჭვიგეპარება? არა, ჯობია, ჩემს თვალს მოშორდე, არ მომწოხარ. ძალიან დავიღალე ამ ბულინგი. ძალიან მშია, მაგრამ ფული საერთოდ არ მაქვს. $5 მომეცი. არ მაქვს. პირდაპირ არას რომ მეუნები ჯერ ვნახოთ. არ არის საჭირო, ფრთხილად იყავი. აი, აქ არის ფული. ნუ დარდო, ხვალ დაგიბრუნებ. ყოველთვის ასე ამბობ და უკან არასდროს მიბრუნებ. არა, გენანება? არა ხო? ამიტომ გაჩვენდი. მაშას, ეს ვინ დახატა? ეს რა ხელოვნებაა? ჩამშვები. ყველაფერი დავინახე, ის იყო. კატო მაშინვე მე. ეს არ არის სიმართლე. როგორ ვერ მივხვდი მაშინვე? სტილი იგივეა, რაც ხატვის გაკვეთილზე. ასევე ის ჩვენ სახლს უყურებს. არც იწერს და არც ვიდეოებს იწონებს. ეს სიმართლეა? ჯანდაბა, ესე როგორ იქცევი? რა კოშმარია, გაკვეთილის შემდეგ დირექტორის კაბინეტში ხარ დაბარებული. აბა ჩამშვებო. შესვენებაზე დაგერხა. ბავშვებო, ნუ იქნებით ხულიგნები. გამოიწერეთ ჩვენი და მოიწონეთ ვიდეო. და არ დაგავიწყდით ზარის ღილაკი. ეხლა კი ყველა მომოიღეთ ფურცლები. პატარა ტესტი გვექნება. ჯანდაბა, ასეც ვიცოდი. ნერვიული. რატომ ღელავ, ხო ემზადებოდი? მაინც რაღაცნაირად ვღელავ. თქვენ მხოლოდ 10 წუთი გაქვთ. შემდეგ კი ფურცლებს ჩამაბარებთ. გაიგონე, მომბეზრდა უკვე. ხო, ჩუმად, სხვა სტუდენტებს აწუხებ. კარგი. საკმარისია, მოთმენა შეუძლებელია. აი ასე, ახლა ჩუმად იჯდები. თქვენ დაგრჩათ 3 წუთი. იქნებ არასწორად დავწერე. უნდა გადავამოწმო კიდევ ერთხელ. შეხედეთ, ის იწერს. ასე არა, მომიტანე შენი დღიური ცუდი ნიშანი უნდა ჩაგიწერო. არ შემიძლია, ფეხი ლენტით მაქვს დამაგრებული. ეს რა არის? ეს ვინ გააკეთა? აი იმან, კლასში ფურცლებსაც ისვრის. ასეთ შემთხვევაში თქვენი მშობლები უნდა დავიბარო. გასაგებია? ჩამშვებო, ეხლა ნამდვილად წასულია შენი საქმე. მე. ფრიედოსანი. აბა რა გინდოდა? ქალბატონო ნიკა, გაკვეთილს როდის დავიწყეთ? ერთი სული მაქვს დაფასთან როდის გამოვალ. რა გინდა დაფასთან? უკვე ისედაც ბევრი კარგი შეფასება გაქვს. სხვებს მიეცი საშუალება. აბა დავიწყოთ ბიოლოგიის გაკვეთილი. ვინ მეტყვის რა განსხვავებაა ლომსა და ვეფხს შორის? როგორც ყოველთვის ყველა ხელი აწეულია. მირიკიტი მიპასუხე. ლომები ვეფხვებისგან განსხვავდებიან სქელი კანით და ზოლების ნაკლებობით, აგრეთვე ჰაბიტუსით და ცხოვრების წესით. ლომები ამაღაც ცხოვრობენ დიდ ოჯახებში, ხოლო ვეფხვები კი მარტოხელები არიან. ლომები ასევე, კარგი საკმარისია 12 ქულას გიწერ.
მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია. საკმარისი იყო დავინახე რომ მომზადებული ხარ, ისევე როგორც ყოველთვის. შემდეგი კითხვა კიდევ უფრო რთულია. რითი განსხვავდება პლატიპუსი სხვა ცხოველებისგან და რა არის მასში განსაკუთრებული? სხვა არავინ ემზადებით გაკვეთილებისთვის? მე გამომიძახე, გთხოვ. კარგი, კიტი უპასუხე, ოღონდ ძალიან მოკლედ გთხოვ. კარგი, მე მოვამზადე 100 გვერდიანი მოკლე ესე. ახლავე წავიკითხა. ამრიგად კვერცხების დადება და ჩვილების რძით კვება პლატიპუს ყველაზე უჩვეულო და იდუმალ არსებად აქცევს პლანეტაზე. დასასრული. ასობლო, თქვენ რა კლასში გძინავთ? არა, ძალიან ყურადღებით გისმენდი. თუ გინდათ, კიდევ ერთი ესეთი რეფერატი მაქვს. არა, დღეისთვის საკმარისია. ზარიც მალე დაირეკება. შემდეგ გაკვეთილზე გავაგრძელოთ. არა, ისევ შესვენების დროა. კიდევ 10 წამი ვეღარ ვითმენ, ისე მშია, ნეტად დროზე დაირეკოს ზარი. ხორმუცელა. გავატარეთ პირველი მემკვიდრე სასადილოში. მე მინდა შოკოლადის ფილა, ჩიპსები და სოსისის რულეტი. ყველაფერი მინდა. წახვეული არ გვაქვს, შეგიძლია ეს აიღო. ნუ ხარ გაუმაძღარი, სხვა სტუდენტებს ეს დაუტოვე. არა, ეს ყველა ჩემია. რა გემრიელი, აი მესმის ლანჩი. შემდეგ შესვენებაზე პირველი უნდა წავიდე სასადილოში ისევ. საწავიდა საჭმელი. ბოდიში, მაგრამ დანარჩენება წაკართოს ყველაფერი. უბრალოდ ერთმა სტუდენტმა. დავაგვიანე და მშიერი დავრჩი. ტირალა. გთხოვ, ნუ ტირი, ნახე რაღაც გადაგინახე. არცხოვილებს არ ვჭამ, შოკოლადი მინდა. კარგი, მოგიტან შოკოლადს. რომეცი ხორმუცელა. ადმი გაქვს. აი შენ შოკოლადი, უბრალოდ ნუ ტირი, გთხოვ. მადლობა. მედი, წადი, ოღონდ ნუ ტირი. გაზრა ხარ გამიკეთებია ბოდიში. შოკოლადი გამიფუჭე. კარგი რა, არაფერი მოსვლია. მოუწესრიგებელი ბინძური. ის დავარდა და ეხლა მიკრობები აქვს. სისულელია ეს ყველაფერი, თუ 5 წამში აიღებ, მიკრობები არ მოხვდება იქ. მართლა? რა თქმა უნდა. რა კოშმარია, სკოლაში ესე მოსვლა შეიძლება? მოპატია, სკოლაში დავაგვიანებდი. გარეთ ხვის დრო აღარ დამრჩა. ხვალ კლასის ფოტოსესია გვაქვს, ამიტომ მოწესრიგებული მოდი. უკვე 100 ჯერ გაგიმეორეთ, რომ საჭმელი ჭამეთ კაფეტერიაში. კლასში არაფერი მოიტანოთ. ბოდიში გადავყრი. ყურადღება, დავალების რვეულები მომიტანეთ, უნდა შევამოწმო. აჰა, აი აქ არის. რა კოშმარია? ასეთ ადგილას სადინახავ, ესეთი ჭუჭყიანი როა? ჩემი დოკუმენტები ეს რა გააკეთე? ბოდიში. აქ არის მთელი 3 კლასის შეუმოწმებელი ტესტები. ეხლა თავიდან მოუწევთ ყველაფრის დაწერა. ყველაფერს გამოვასწორებ. არა, საჭირო, დაჩექი და ეცადე არაფერს მოკიდო ხელი. ნუ დამგვიანებული. ოდიში, ჩამეძინა. ისე, ყოველ გაკვეთილზე აგვიანებ. ოდიში, გზაზე ბებია შემხვდა, რომელიც გადადიოდა და დავეხმარე. ყოველ გაკვეთილზე ასეა? ბებია ნელა დადის, კნუტებსაც ვაჭმევ ხოლმე. მშივრები არიან. დიდი ხანია აღარ მჯერა ამ ზღაპრების, ამიტომ არას გიწერ ჟურნალში. ასევე ჩემი ავტობუსი გაბუჩდა და საცობები იყო. შეგიძლია ახლა უკვე დაჭდე, ხვალ მშობლებისგან ახსნას ველოდები. ყოველ შემთხვევაში სკოლაში ხომ მაინც მოვედი. ჯანდაბა, გაკვეთილის დროს ჩამეძინა, არა უშავს, მეორე გაკვეთილზე შევა. მოსეირნე. ჯანდაბა, მეორე გაკვეთილზეც დამაგვიანდა, მაგრამ კარგი მესამეზე აუცილებლად მივა. ჯანდაბა, მესამეზეც დამაგვიანდა, მაგრამ არა უშავს, ერთ დღეს გავასე, ხვალ მივა სკოლაში. მაგარი ჩაცმულობა, ძალიან ელეგანტური. არა, თქვენ არ გგავართ.
მოდური. ჩვენ საში რა არ მოგწონს? ეს მაისური შარშანდელი მოდელია. წელს მოდაში აღარ არის. ეს შარვალი კი ბოლო აწლეულებისაა. კოშმარია. რა მოიგონა, ჩვეულებრივი ტანსაცმელი. აი კიდე, მოდის მოყვარულები ყოველთვის ესე არიან. გონიათ რომ ყველაზე მაგრა იციან ჯაცმა. ეს რა ეკიპირებაა? მე გაგაფრთხილე, ღირსეული დაწესებულება გვაქვს აქ. სკოლა არ გრძალავს გვეცვას ისე როგორც გვინდა. დირექტორს თქვავს სკოლაში ფორმა შემოიღოს. ვნახოთ რა სიტყვით. ჭანდაბა დღეს საკონტროლო ტესტი გვაქვს. საერთოდ არ მომზადებულა. მეც და თუ ცუდ ქულას მივიღებ სახლში ცუდი დღე მელის. გავიგებთ სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ. დახმარება გინდათ? საქმიანი. და როგორ დაგვეხმარები? გადასაწერი ფურცელი ტესტების პასუხები. ყველაფერი მაქვს, რაც თქვენ გინდათ. თავარია თანხაზე შევთანხმდეთ. მაგარია, დღევანდელი ტესტის პასუხები გააქვს? კი, მაქვს. $10 და ის შენია. ფასებია. ო, ამ პაზად რესტორანში წავა. არა მგონია კიდევ ერთი ორიანის შემდეგ ქუჩაზე საერთოდ რომ გაგიშვან. ო, ის მართალია. ერთი კვირა სახლიდან არ გამიშვებ. ო, კარგი. მოგვეცი შენი პასუხები. მაგარია, ამ პასუხებით 10 ქულა გვაქვს გარანტირებული. უბრალოდ ყველაფერი არ გადაწერე, თორემ მასწავლებელი მიგვხვდება, რაც 5 ქულას დაგვიწყდა. კარგი, კალამი სახლში დამრჩა. შემსას მომცემ? არა, მეც ერთი მაქვს. ვინმეს კალამი სჭირდება? ლურჯი $3-ია. შავი 5 და წითელი 10. ოჰო, წითელი ესე ძვირი რატომ არის? მისი დახმარებით შეგიძლიათ გააყალბოთ მასწავლებლის შეფასებები. უფასოდ მათხოვებ, გაკვეთილის შემდეგ დაგიბრუნებ. ერთი გაკვეთილის ქირა $1-ია. შევთანხმდით. ასევე შემიძლია ფუნთუშები შემოგთავაზოთ $5. გაგიჟდი, სასადილოში ნახევარი ფასია. სასადილოში აღარ არის სამაგიეროდ მე მაქვს. ახლა გასაგებია ვიყიდულოს ყველაფერს პირველ გაკვეთილზე. კარგი, ჩაკ, წავიდეთ, სანამ ის ბოლო ცენტამდე გაგძარცვავს. მომეცი წითელი კალამი რამდენიმე წამით. რა შეგჭირდება? საბმა ორიანი დამიწერა და მინდა ჩავასწავლო. ოჰო, შეფასების გაყალბებას აპირე? ო, მისი ხელწერა დავამუღამე, ვერავინ მიხვდება. მათქო არა. გინდა კალამი, ფული გადაიხადე. ფული არ მაქვს, მაგრამ მაქვს ფუნთუშა, მაშმალოუ და კოლა. ამ ყველაფერზე რა სიტყვი? ფუნთუშა ახალია? რა თქმა უნდა. მაშინ შევთანხმდით. ჩაკ, შეგიძლია შენი რვეული მაჩვენო? ისთვის გჭირდება? გასულ კვირას შენიშვნა დავწერე. მაგრამ შენს მშობლებს არაფერი უნახავთ. მაჩვენე გთხოვ. მაშასე, როგორც ჩანს ვიღაცას ფურცელი ამოუხევია. აი რატომ არის შენი რვეული ასეთი თხელი? ეს რა არის? ისტორიაში 10 ქულა არ მახსოვს? თქვენ დამიწერეთ, უბრალოდ არ გახსოვთ. არა ნამდვილად არ დამიწერია. ჩაკ, ქულებს აყალბებ? კოშმარია, დღეს სკოლის შემდეგ დირექტორთან შევხვდებით და არ დაგავიწყეს ახალი დღიურის შეძენა. სპორტსმენი, ხო, შეწყვიტე, მათემატიკა გვაქვს და არა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი. სწავლა რისთვის მინდა, ერთი დარტყმა და ყველაფერი დაგავიწყდება. დაფასთან გამოვა. კუზია, ეგრევე მე რატომ? შეჯიბრებების გამო შენ ნახევარ გაკვეთილებს აცდენ. წლის ბოლოს რა გეშველება, მით დაფასთან გამოდი. დაამთავრე, აიღე მარკერი და დაწერე. ფიქრობ მოგიწევთ სხვა ვინმე გამოიძახოთ. თავის სულელად ნუ გამოყავს, მოიხსენი ხელთათმანები და ამოხსენი ამოცანა. 2-ს მივუმატოთ 3. ეხლავე დავითვლი. კუზია, რა საკეთებ? 9, 10. სწორი პასუხი 10. რა 10? სწორი პასუხია 5. რა 5? ეგეთი სუსტი ვარ, 10 ასითვის გაკეთება შემიძლია და 20-საც კი. ყველაზე მარტივი ამოცანა მოგეცი. როგორ შეიძლება ეს ვერ ამოხსნა? პირველ კლასელებიც კი ხსნიან ამას. მოდიში ტრენერო შემიძლია სტადიონის გარშემო 5 წრე დავარტყა. არა, დაჯექი ადგილზე. ო, რაღაც უნდა მოგიფიქრო. ეს ჩემი საყვარელი მოსწავლეა. მადლობა, რომ ჩემს გაკვეთილზე მოხვედი. აქვე ვსეირნობდი და გადაწყვიტე შემომებლო. დირექტორის ქალიშვილი. კლასის საუკეთესო მოსწავლისთვის მერხი მოვამზადე. აქ დაჯდომა არ მინდა. იქ მისჩევნია. გადაჭექი აქედან, გოგონას დაუთმე. ხო, მაგრამ მეც გოგო ვარ. მიდი, მალე.
ლეონაჩკა, იქნებ შენ თვითონ ამოხსნა. კარგ ქულას დაგიწერ. არა, მოდი ჩემს გარეშე ამოხსენით. კარგი, ყველაფერს ამოგიხსნი. ჰეი, ბიჭო, სასადილოში წახვალ, რამე მომიტანებ შია. ეს საიდან მოიგონე, თვითონ წადი. რას მეუნები, არ იცი ვინ ვარ, დირექტორის შვილი ვარ. ერთი სიტყვას და სკოლიდან გაგაგდებენ. ეს მასწავლებლებთან გაგივა, ჩემთან ეს არ მოქმედებს. შენი კალამი დაგავიწყდა. დაუკვირდი სად ისვრით, ეს ჩემი ნაწილია კლასის. რა მნიშვნელობა აქვს, ხელს გიშლის? სამართლიანობის მოყვარული. შენ ჩემს პირად სივრცეს მირღვევ. გაიგე, ეს ჩემი სივრცეა. როგორც ყველა შენს გეგრძელება აქ მოსვლა. ოხ, ეს პედანტი. ჰეი, გიძი, წყალი მომეცი რა, ვერ მოვასწარი ყიდო. გავალდებული ვარ, გაგიზიარო. მე შენ ფუნთუშას მოგცემ. სამაგიეროდ. შევთანხმდით. შენი ფუნთუშა 10 სანტიმეტრია. ჩემი კი 4. შენ მე ნახევარზე ცოტა მომეცი. კარგი, ჰა კიდევ. აი, ასე, ახლა ყველაფერი სამართლიანია. ო, კარგი. ბავშვებო, თქვენ სკოლაშიც არიან ესეთი მოსწავლეები? კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელი თქვენი მეგობარი ჰგავს მათ. დაგვითხარით, რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად. ასევე მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა ახალი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. ნახვამდის!